გერმანია ადგილობრივ არჩევნებს სკანდალით ხვდება. ვოლფგანგ სეიცი, რალფ ლანგე, რენე ჰერპორტი, პატრიკ ტიეტსე და კიდევ 12 პოლიტიკოსი საარჩევნო მარათონში ვეღარ ჩაერთვება, რადგან 16-ვე კანდიდატი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დაღუპულთაგან 7 პირი რეიტინგის სათავეში მყოფ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად ალტერნატივა გერმანიისთვის ყველაზე პოპულარული პარტიაა, რაც ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს. რატომ დაიღუპა ერთ კვირაში მათი პარტიის 7 წევრი? ალტერნატივა გერმანიისთვის ახლა დეტალური გამოძიების მოლოდინშია. ვცდილობთ გავერკვეთ რა მოხდა სინამდვილეში, თუმცა საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და საჭიროებს ფრთხილ მიდგომას, მათ შორის გვაქვს კომუნიკაცია გარდაცვლილების ოჯახებთან. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი პოლიტიკოსი AfD-დან წლების განმავლობაში იყო დევნის ობიექტი, მათ შორის მედიის მხრიდან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი იქნას დადგენილი. დარწმუნებული ვარ, მოკვლევის შედეგად გაირკვევა, რომ AfD-ს წარმომადგენლებს საკმაოდ სარისკო პირობებში უწევდათ მოღვაწეობა. მომხდარზე ვრცელი განცხადება ჯერ არ გაუკეთებია ალტერნატივა გერმანიისთვის ლიდერს, თუმცა ალის ბაიდელი ამბობს, რომ გერმანიის გავლენიანი ძალები მისი პარტიის განადგურებას ცდილობენ. გერმანიის გავლენიან პოლიტიკოსებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ აკრძალონ გერმანიის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია, ჩვენ ალტერნატივა გერმანიისთვის. ისინი ცდილობენ გაანადგურონ პოლიტიკური ძალა, რომელიც ძალიან მალე აღმოსავლეთ გერმანიის რამდენიმე რეგიონში მთავრობას ჩამოაყალიბებს. გარდა ამისა, მათ სურთ აკრძალონ პარტია, რომელმაც უკვე რეიტინგით თვით კანცლერის პარტიას გაუსწრო. ეს არის უსამართლო, უსინდისო და ავტორიტარული ნაბიჯი. მიუხედავად ამისა, მათ ეს გზა აირჩიეს, მაგრამ ისინი ვერ გაიმარჯვებენ. პოლიტიკოსების საეჭვო გარდაცვალებების თემა გასცდა გერმანიის ფარგლებსაც. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული სიკვდილის კამპანიის მიღმა ჩრდილოვანი ძალებიდან, რომლებიც მსოფლიოში სუვერენული და კონსერვატიული იდეოლოგიის გავრცელებას ეწინააღმდეგებიან. თავად გერმანიაში კი ანალიტიკოსები კანდიდატების დაღუპვის შემთხვევითობას გამორიცხავენ. არჩევნებამდე მოკლე დროში კანდიდატების დაღუპვა სტატისტიკურად შეუძლებელია. უცნაური დამთხოვა თუ ოპონენტების განზრახ ჩამოშორება ახლა ეს არის კითხვა, რომელიც აქტუალურია. 16 პირის გარდაცვალებაში საეჭვო გარემოება გამოძიებამ ჯერ ვერ დაინახა. გერმანიაში არჩევნები 14 სექტემბერს ჩატარდება.